ჩვენ ყოველდღიურობაში გადასხმები არის ძალიან პოპულარული და ადამიანები ხშირად ამბობენ რომ და წავიდე კლინიკაში გადასხმა გავიკეთო და ეს არ ხდება მარტო ჩვენთან მთელ მსოფლიოში პოპულარულია ჰოსპიტალებში ვინც ადამიანები რჩებიან მათი 90% იღებს გადასხმას და ყველაზე უნივერსალური სამედიცინო პროცედურა რას ნიშნავს გადასხმა მოკლედ ან ვენაში შეყავთ სითხე და ნუ ეს სითხე არის ძირითადად წყალი, ელექტროლიტები, ზოგჯერ წამალი. ძირითადად ესენი, ნუ სხვა რაღაცები შეიძლება იყოს დამატებული სხვა მოლეკულები. და აზრი არის გადასხმების, რომ ნუ ორგანიზმის სტაბილიზება მოახდინო, სისხლის მიმოქცევა აღადგინო, სითხე დაუმატო სისხლს, თუ აკლია, ელექტროლიტური ბალანსი აღადგინო, წამალი მისცე ორგანიზმს თუ კი ვერ ხერხდება ისე მიაწოდო ვენის გარეშე ვენიდან ხდება გადასხმა და ეს ვენით აწვდი წამალს ხო ეს აწვდი იმ შემთხვევაში თუ ადამიანს არ შეუძლია გადაყლაპვა ან მისი შეწოვა წამის შეწოვა აბსორბცია არ ხდება ან არ შეიძლება და ძალიან ეფექტურია რა მხრივ ახლა გადასხმა რომ ჩქარა აკეთებ მაგალითად წამალს თუ შეუყვა ვენიდან ერთ ბაშად გაქვს პიკი ამიტომ ახლა აიგივე ეს ვინც წამალ დამოკიდებულები არიან ძალიან კარგად იციან რომ უცებ მოქმედებს როცა ვენიდან შეყავთ წამალი ამიტომ ანუ დაახლოებით 1 წუთში არის უკვე სისხლში და ქსოვილებში 1 წუთის განმავლობაში უკვე იწყებს წამალი მოქმედება მაშინ როცა თუ დალიე რამე წამალი დაახლოებით 1 საათი ჭირდება ამას ნუ ზოგ წამალს ნახევარ საათი ზოგ წამალს 2 საათი საშუალოდ 1 საათი ამიტომ არის რომ არის სიტუაციები როცა გადასხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი მაგრამ ვინაიდან ძალიან გავრცელებულია გადასხმა ხშირად კეთდება არასაჭიროდ ანუ არ არის საჭირო ადამიანი მაინც იკეთებს გადასხმას ვისაუბრებთ იმ ყველაზე ხუთ მნიშვნელოვან შემთხვევაზე და ხშირ შემთხვევაზე როცა გადასხმა აუცილებელია და ვისაუბრებთ ხუთ ნაკლებად მნიშვნელოვან ან მნიშვნელოვან მაგრამ ისეთ შემთხვევაზე როცა გადასხმას დიდი აზრი არ აქვს ყველაზე მთავარი და ყველაზე ხშირი გამოყენება გადასხმის არის როცა ორგანიზმს აქვს ძიმე დეჰიდრატაცია და როცა ვერ ხერხდება მისი შევსება რადგან ადამიანს აქვს ან ღებინება ან დიარეა ფაღარათი ეს შეიძლება იყოს სხვა დროს ნუ ხშირად არის ყველაზე ხშირად ინფექციების დროს როცა იმდენ ძლიერია ღებინება ან ფაღარათი როცა იმდენ ძლიერია რომ ადამიანი კარგავს წყალს ანუ მიუხედავად იმისა რომ სვანს უფრო მეც კარგავს შეიძლება ფაღარათით შეიძლება აღებინებს ახლა როგორ უნდა მიხვდეს ადამიანს შეიძლება დაიწყოს ღებინება და ეს ხომ არ ნიშნავს რომ ვისაც აღებინებს ან ვისაც ფაღარათი ემართება ყველას ისეთი დეჰიდრატაცია აქვს რომ გადასხმა ჭირდება ასე არ არის თქმა უნდა არის რამდენიმე ნიშანი რითიც შეგიძლია მიხვდე რომ ანუ ამ ადამიანს ჭირდება თუ არა გადასხმა ერთ-ერთი მთავარი ნიშანი არის რომ როცა ღებინება არის მუდმივი პერსისტენტული აი მაგალითად შეიძლება მოწრუპოს ოდნავ პატარა რაოდენობით წყალი ან სითხე ადამიანმა და მაშინვე უკანა მოაღებინოს ეგ არის ერთ-ერთი ნიშანი ოღონდ ეს უნდა გრძელდებოდეს საათების განმავლობაში არ არის მოდი ზოგჯერ არის რომ ესე მიყვება უცებ ღებინება მაგრამ ჩვეულებრივად მე ადამიანი რამდენიმე საათის მერე ნორმალურად არის და დალევს კიდევაც შეჭამს კიდევაც ეგ დიდი პრობლემა არ არის მაგრამ პრობლემა როცა ეს გრძელდება 12 საათი მაგალითად ან მეტი ხნის განმავლობაში ადამიანი კარგავს წყალს კარგავს ელექტროლიტებს და ორგანიზმს საფრთხე ექმნება ელექტროლიტური დისბალანსის გამო მათ შორის შეიძლება გულსაც შეექმნას საფრთხე ამიტომ ასეთ დროს გადასხმა სიცოცხლის გადამრჩენელია მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი არის წყლოვანი დიარეა ფაღარათი ზოგჯერ არის რომ 10 ჯერ გადის კუჩი ადამიანი დღის განმავლობაში და სულ წყალი და შეიძლება დალიოს ამ ადამიანმა წყალი მაგრამ ორგანიზმი ვერ ითვისებს ამ წყალს და ესეთ შემთხვევაშიც მაშინ გადასხმა არის გამოსავალი მესამე შემთხვევა არის როცა ხილული ნიშნები აქვს ადამიანს დეჰიდრატაციის ხილული ნიშნები ნიშნავს როცა მშრალი პირის მშრალე თავბრუსხვევა როცა დგება მაგალითად მუქი კონცენტრირებული შარდი ან ცირე შარდი როცა
ბევრს ვერ შარდავს და როცა ხილული ნიშნებია მოკლედ იმის რომ სისხლის მოცულობა არის შემცირებული ეგ ნიშნავს მაგალითად სისხლს კარგავს ან სისხლის ძალიან დაბალი წნევა ეგეც და მეოთხე ნიშანი არის სისუსტე გულისცემის აჩქარება ადამიანი როცა გონების დაკარგვასთან ახლოს არის მოკლედ და ეს შეიძლება იყოს ელექტროლიტების დისბალანსის ნიშანი განსაკუთრებით ნატრიუმის და კალიუმის და გულს შეიძლება შეუქმნას ამას სერიოზული პრობლემები. ამიტომ ამ დროს გადასხმა არის აუცილებელი. როცა ეს ნიშნებია თითქმის ყოველთვის საჭიროა გადასხმა. გადასხმა ამ დროს კეთდება ხოლმე რაც აუცილებელია ეს არის წყალი, ნატრიუმი, ქლორი. ყველაზე ხშირად ყოველ შემთხვევაში მარილი წყალი. ამას ეხება ფიზიოლოგიურს, ფიზიოლოგიური იყიდება და სინამდვილეში მარილი წყალი უბრალოდ რომელიც კონცენტრაციით მიახლოებულია იმ კონცენტრაციას, რაც ჩვენს ორგანიზმში არის. ჩვენს სისხლში რაც არის. ზოგჯერ უმატებენ ხოლმე კალიუმს, კალიუმი იმისთვის რომ გულის ცემა, გულის რიტმი დაასტაბილურონ თუ კალიუმის დეფიციტი აქვს ადამიანს, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ თუ კალიუმსაც უსხავ, მაშინ ნელა უნდა გადაუსხა, რადგან შეიძლება გულისთვის პირიქით ზედმეტმა კალიუმმა შეიძლება არითმები გამოიწვიოს და მაგიტოა საყურადღებო. ასევე რასაც ხშირად უსხავენ ხოლმე არის რინგერი, განგენ შეიძლება რინგერის ლაქტატი, რომელიც შეიცავს ნატრიუმს, ქლორიდს, კალიუმს, კალციუმს და ლაქტატს. და ეს გამოიყენება ხოლმე როცა დიდი რაოდენობით სითხე დაკარგა ადამიანმა, მაგ დროს და სითხის და ელექტროლიტების შევსება როცა უნდათ, ეს ლაქტატი ღვიძლში გარაიქმნება ბიკარბონატად, ბიკარბონატი იმის აუცილებელია იმის რომ მეტაბოლური აციდოზი დაასტაბილუროს, ან მეტაბოლური აციდოზი ვითარდება ხოლმე მძიმე დეჰიდრატაციების დროს, როგორც წესი და ამისთვის არის აუცილებელი რომ დაასტაბილუროს და ამიტომ არის ლაქტატს რომ უსხავენ ხოლმე. და მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი მდგომარეობა, რა დროსაც გამოიყენება გადასხმა, არის როცა ადამიანს არ შეუძლია ან არ შეიძლება მედიკამენტების მიღება ორალური გზით. ეს შეიძლება იყოს ძალიან ძლიერი ინფექცია, მაგალითად ინფექციების მერე, ან ოპერაციების მერე, ან პანკრეატიტის დროს, ან როცა ვერ აკონტროლებს ადამიანი გულისრევას, ღებინებას და ამ დროს ერთი რომ არ არის საკმარისი ის რაც შეიძლება დალიოს ადამიანს, ჯერ ერთ შემთხვევაში ვერც დალიოს ერთ ადამიანმა წამალდა, მეორეც ერთი კიდე რომც დალიოს არასაკმარისი კონცენტრაციით იქნება, საკმარისად ჩქარა არ იქნება, ამიტომ არის რომ ეგეთ დროს არის ხოლმე რომ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს და აუცილებელია რომ ინტრავენურად მიიღოს წამლები, მაგალითად არის ძლიერი ანტიბიოტიკები. მაგალითად როცა საჭიროა სეპსისის თერაპია, როცა ადამიანს ბაქტერიული ინფექცია აქვს სისხლში, ქირურგიული ტკივილის კონტროლი, სადაც აუცილებელია ძალიან ჩქარა იმოქმედო, პნევმონიების დროს, ზოგჯერ არა ყოველთვის, თირკმლების ინფექციის დროს, ანის ინფექციების დროს, მაგალითად ცელულიტის დროს, სადაც სუსტი დონე ანტიბიოტიკების არ გვაწყობს და გვინდა რომ მაღალი დონე იყოს და იყოს ჩქარა. და მეტიც ზოგჯერ ის რომ დაბალი დოზით ანტიბიოტიკები მისცენ, ანტიბიოტიკების რეზისტენტობა შეიძლება ხელი შეუწყო და გჭირდება ერთბაშად დიდი დარტყმითი დოზა. აი ამიტომ ვენა არის ხოლმე მაგ დროს გამოსავალი მოკლედ. მესამე მნიშვნელოვანი ჩვენება, რა დროსაც გადასხმა კეთდება, არის ძლიერი ტკივილი, ძლიერი ტკივილის დროს, მაგალითად თირკმლის კოლიკის დროს, პანკრეატიტის დროს, ძლიერი შაკიკის დროს, შეიძლება პოსტოპერაციული ტკივილის დროს. ამ დროს ინტრავენური წამლები მიიღება ხოლმე იმის რომ ტკივილი მოიხსნას. მეოთხე ყველაზე ხშირი გამოყენება გადასხმების არის გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობები. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმოადგენელი მაგის არის ძლიერი ალერგიული რეაქცია. ანაფილაქსიური შოკი მაგალითად, როცა თელო მასიურად გამოიყო მთელ ორგანიზმში ჰისტამინი, ჰისტამინი იწვევს შეშუპებას, მათ შორის შეშუპება შეიძლება მოხდეს სასუნთქის სისტემას და ადამიანი დაიხრჭოს და წნევა ვარდება ქვევით, სისხლის მიმოქცევა
მცირდება, იმიტომ რომ სისხლის წნევა ვარდება კვებით. და ადამიანის გულმკერდის მიდამოში მოჭრილობის შეგრძნება ვერ სუნთქავს და იმიტომ რომ შეშუპებულია სასუნთქი სისტემა და ამ დროს ახლა წამლის გადაყლაპვა, ერთი რომ არაეფექტურიც არის და მეორე რომ ვერაფერს ვერ უშველებს და მესამე ვერც გადაყლაპავს. და ასეთ დროს ინტრავენური, ასეთ დროს ადრენალინი არის აუცილებელი, მაგრამ ადრენალინთან ერთად ასევე აუცილებელია ინტრავენურად სითხეების გადასხმა. ამაში არის ანტიჰისტამინები, კორტიკოსტეროიდები, ზოგჯერ როცა საჭიროა. და ადრენალინი აუცილებელია სასუნთქი სისტემა გაიხსნას და გულის მუშაობა იყოს სტაბილური. დანარჩენი ანტიჰისტამინები და კორტიკოსტეროიდები კიდე მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ეს ალერგიული რეაქცია შემცირდეს. შემდეგი მნიშვნელოვანი დრო, როცა გამოიყენება გადასხმები არის ქიმიოთერაპია. ქიმიოთერაპიაზე ფილმებში მაინც გექნებათ ნახი, რომ სხედან ხოლმე ადამიანები და იკეთებენ გადასხმებს. ხო, რატო იკეთებენ გადასხმებს? იმიტომ რომ ეს ქიმიოთერაპიის წამლები როგორც წესი არის ძალიან ტოქსიური. როგორც წესი მიმართულია იმ უჯრედებისკენ, რომელიც ჩქარა მრავლდებიან და ეხლა წარმოიდგინე, რომ კუჭი და ნაწლავებში ეს უჯრედები ისედაც ძალიან ჩქარა მრავლდება და იცვლება და ახლა მაგათ მისცე ის წამალი, რომელიც კლავს ჯერ ერთი იქ დაიწყებს მოქმედებას და მისი ეფექტი ორგანიზმზე ძალიან სუსტი იქნება და არასასრულელი ეფექტი გექნება. აი ამიტომ არის რომ ინტრავენურად გამოიყენება ხოლმე ქიმიოთერაპიის წამლები როგორც წესი. ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სანამ მიაღწევს სიმსივნემდე დააზიანებს საჭმლის მომნელებელი სისტემას და ეგ ეფექტი კიდე ჩვენ არ გვაწყობს რა თქმა უნდა. ამის გარდა, ამ შემთხვევების გარდა არის საკმაოდ ბევრი შემთხვევა, როცა გადასხმას იყენებენ ტყუილად და არ აქვს ეფექტი. ანუ გადასხმას იყენებენ პოპულარულია, მაგრამ არ აქვს ეფექტი. ეს არის ყველაზე ხშირი შემთხვევა არის ხოლმე მსუბუქი დეჰიდრატაცია. ანუ ადამიანს გონია რატომღაც რომ თუ ღებინება და დიარეა არ აქვს, მაინც გადასხმა ჭირდება. არა, როგორც წესი მაგ დროს არ ჭირდება გადასხმა, შეუძლია დალიოს წყალი და აითვისებს ორგანიზმი ჩვეულებრივად იმ წყალს. ანუ გადასხმის გარეშეც აითვისებს. ელექტროლიტებსაც მიიღებს გადასხმის გარეშეც თუ დალევს, არა პრობლემა. გაცემულია თუ ადამიანი და ვირუსული ინფექცია აქვს და არ აღიბინებს და სითხეს არ კარგავს, შეუძლია დალიოს წყალი და ისე მიიღებს იმ სითხეს სისხლი. ანუ არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება მაგით. მეორე ყველაზე ხშირი მიზეზი, რომელიც არასწორია და არასაჭიროა, ესე ვთქვათ, არასაჭიროა და არასაჭირო ხარჯებია მე და არასაჭირო დრო იხარჯება მედპერსონალისაც და ადამიანისაც, რომელიც არის პახმელიაზე და მიდის იმაში კლინიკაში რომ გაიგეს გადასხმა. ანუ ეგ არ არის სამედიცინო კუთხით არ არის გამართლებული 90% შემთხვევაში. თუ რაღაცა ძალიან გამონაკლისი შემთხვევა არ ხდება, უმეტესობა ადამიანს ვისაც აქვს ჩვეულებრივი ეს ნაბახუსები, ბოდიშს ვიხდი რუსული სიტყვის გამოყენებისთვის. მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი და არასაჭირო გამოყენება და ერთ-ერთი ყველაზე ხშირად რაც გამოიყენება ხოლმე გადასხმა არის ნაბახუსები, ანუ ალკოჰოლის დალევის მერე, როცა ადამიანი თავს ზომენ ცუდად ალკოჰოლის ინტოქსიკაციის გამო და ფიქრობენ რომ ის გადასხმის გაკეთება უშველით სინამდვილეში 90% მეტ შემთხვევაში არანაირი ეფექტი არ აქვს მაგას, უბრალოდ არასაჭირო ხარჯია, არასაჭირო დროის და მეტ პერსონალის რესურსის ხარჯია. მაგრამ ადამიანებს მაინც სიამოვნებთ, ზოგჯერ არის რომ უბრალოდ სასიამოვნოა ის რომ გრილი სითხე შედის სისხლძარღვებში, ეგ კომფორტს ანიჭებს ადამიანს, კომფორტის განცდას. მაგრამ სინამდვილეში ეგ არ აჩქარებს გამოჯამრთელებას. ალკოჰოლს და ალკოჰოლის მეტაბოლიტებს გადამუშავებს ღვიძლი და ღვიძლი ერთი სიჩქარის გადამუშავებს იმას არ აქვს მნიშვნელობა, შენ წყალს დალევ, ბორჯომს დალევ თუ ნაბეღლავს თუ ვენაში სითხეს შეიშვებ, ერთი სიჩქარის გადამუშავებს, მაინც ალკოჰოლს ღვიძლის შესაბამისად არ იმოქმედებს ნაბახუსებზე, არ ნიშნავს რომ უფრო ჩქარა გამოხვალ იქიდან, მაგრამ სუბიექტური კომფორტისთვის მაინც იკეთებენ ხოლმე. მესამე მნიშვნელოვანი გადასხმა, როცა არაეფექტურია არის და დიდი აზრი არ აქვს, ეს არის
იმუნური დეტოქსი, დეტოქსი და გავწმინდოთ სისხლი და ვიტამინები და ანტიოქსიდანტები და ესენი რომ შეყავთ ხოლმე. უმეტეს შემთხვევაში თუ ადამიანი ზოგადად ჯანმრთელია, რამე სპეციფიური დანიშნულება არ აქვს იმ ვიტამინს ახლა. ამაზე არაა საუბარი, თუ ზოგადად ადამიანი ჯანმრთელია, დიდი მნიშვნელობა როგორც წესი არ აქვს ხოლმე, უბრალოდ დროებით ბუსტს აძლევს ორგანიზმს და მეტი არაფერი, რამე გრძელვადია ის სხვა მოქმედება როგორც წესი არ აქვს. იმუნური სისტემა დამოკიდებულია ძილზე, კვებაზე, სტრესზე და სტრესის ბალანსზე, ორგანიზმში კონტროლზე, ინფექციების და ერთჯერადი შეშხაპუნება არაფერს არ უშველის, მოკლედ როგორც წესი და არის ასევე გადასხმები, რომელსაც იკეთებენ დაღლილობის და სტრესის და დაბალი ენერგიის გამო რომ იკეთებენ ხოლმე. ეგეც როგორც წესი არ არის საჭირო, ან დაღლილობა, სტრესის ნაკლებობა, სტრესის მეტობა და ძილის ნაკლებობა როგორც წესი განიკურნება და შექცევადია მაშინ როცა დაისვენებ სტრესში ამცირებ და დაიძინებ კარგად და არა იმითი რომ რაღაცა გადასხმები გაიკეთო როგორც წესი ესეც 90% შემთხვევაში არასაჭირო გადასხმებია ხოლმე უმეტეს შემთხვევაში და რომ შევაჯამოთ ეს ინტრავენური გადასხმები ძალიან ეფექტური იარაღია მაგრამ როგორც ნებისმიერი იარაღი თუ არასაჭირო დროს გამოიყენე შეიძლება მოგიტანოს არათუ სარგებელი, არამედ ზიანი. ხო, შეიძლება ამ შემთხვევაში მაგალითად არასწორად გაკეთებულმა შეიძლება ვენა დააზიანოს, შეიძლება ინფექცია შეიტანოს სისხლში. ამიტომ არასაჭიროდ კარგი რაღაცების გაკეთებაც არ არის სასურველი. თუმცა, როცა საჭიროა და როცა დროულია ინტრავენური გადასხმა დიდი იარაღია ნამდვილად თანამედროვე მედიცინის ხელში. ეს იყო რის თქმა წმინდოდა, მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.